თავის ტვინი, ეს მიკროკოსმოსი და ურთულესი დღემდე ამოუცნობი ორგანო ჩვენს სხეულში გვაუგნებს. ეს ჟელესმაგვარი, ასე ვთქვათ, სფერო არის ფაქტობრივად ქარხანა, რომლის ყველა უბანი დიდ საიდუმლოებებს ინახავს. ახლა კონცენტრირდები ერთ უბანზე, რომელიც ჩვენს ფხიზლად ყოფნას უზრუნველყოფს. მეცნიერებმა ცნობიერების ძრავა აღმოაჩინეს. ტვინის გარკვეული უბნები, როგორებიცაა პარიეტალური ქერქი და თალამუსი, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ცნობიერებისთვის. მეცნიერთა ჯგუფმა გამოიყენა ელექტროდები ორი მაგაკა მაიმუნის ტვინის სხვადასხვა ნაწილის სტიმულირებისთვის. იმისათვის, რომ ენახათ, როგორ მოქმედებს მთელი ქსელი. მიზანი იყო ცნობიერების წარმოებისათვის აუცილებელი მინიმალური მექანიზმების დადგენა. ამისათვის მკვლევრებმა გატესტეს, გამოიწვევდა თუ არა ტვინის გარკვეული ნაწილების სტიმულირება მაიმუნების გაღვიძებას ანესთეზიიდან. ამ აღმოჩენის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა იური საალმანმა ვისკონსინის უნივერსიტეტიდან, კოლეგებთან ერთად ტვინის ერთი უბნის ნაცვლად რამდენიმე ზონის აქტივობა ერთდროულად ჩაიწერეს. როდესაც ჯგუფმა ელექტრული სტიმულირება მოახდინა ცენტრალურ გვერდით თალამუსზე, რომელიც წინა ტვინში მდებარეობს, მაიმუნებმა გაიღვიძეს. მათ თვალები გაახიდეს და დაახამხამეს, ამოძრავეს ხელები, შეიცვალეს გამომეტყველება და ასე შემდეგ. აღმოჩენის შესახებ გაკეთებულ სამეცნიერო ნაშრომში წერია. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ როდესაც ვასტიმულირებდით ტვინის ამ პაწაწინა უბანს, შეგვეძლო გამოგვეღვიძებინა ცხოველები და აღგვედგინა მთელი ნერვული აქტივობა, რომელსაც ჩვეულებრივ ვხედავთ ქერქში სიფხიზლის დროს. ისინი იქცეუდნენ ზუსტად ისევე, როგორც ღვიძლის დროს. როდესაც სტიმულაცია გამოვთეთ, ცხოველები მაშინვე დაუბრუნდნენ უგონო მდგომარეობას. კვლევრების თქმით, ტვინის ეს უბანი შესაძლოა ფუნქციონირებდეს როგორც ცნობიერების ძრავა. წარსულმა კვლევებმა საჩვენეს, რომ ელექტროსტიმულაციას შეუძლია ადამიანისა და ცხოველის ტვინი აღაგრძნოს, მაგრამ ახალი აღმოჩენები უნიკალურია, რადგან ცხადყოფს, რომელი სპეციფიკური ნეირონული ურთიერთქმედება წარმოადგენს ცნობიერებისათვის საჭირო მინიმალურ მექანიზმს. მეცნიერთა ეს ჯგუფი ახლა სამედიცინო და ეთიკური საბჭოს ნებართვას ელოდება, რომ იდეები და დაკვირვებები ადამიანზე გადაიტანონ და შემდეგ მოხალისის შერჩევის გზით საბოლოოდ დადგინდება მათი დასკვნა. ეს კი პირველ რიგში ნეიროქირურგებს და მათ პაციენტებს დაეხმარება. მეტი სამეცნიერო აზრის და ამბის გასაგებად გამოიწერე ჩვენი YouTube არხი.